ეგრის ანუ ლაზიკეს მეხუთე საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიისაგან სავსებით დამოუკიდებლად ეჭირა თავი. იგი აღარც ხარკს იხდიდა, აღარც ბიზანტიის სამხედრო მსახურად თვლიდა თავს. ლაზიკის მეფეები კონსტანტინოპოლიდან მხოლოდ ფორმალურ სამეფო ინსიგნაციებს და ლოცვა კურთხევას ღებულობდნენ. ბოლოს ეგრისის მეფე გუბას პირველმა ბიზანტიის სასახლის კარს ამნაირ სუვერენიტეტზეც უარი უთხრა. მაშინ იმპერატორმა მარკიანემ გადაწყვიტა გუბაზი დაესაჯა და ეგრისიც დაემორჩილებინა. 456 წელს ეგრის ბიზანტიელთა ჯარი შემოესია. ლაზებიც ფხიზლად და ვაჟკაცურად დაუხვდნენ დამპყრობლებს. ისინი ადრევე შესდგომოდნენ საომარ სამზადისს. გადამწყვეტი ბრძოლისათვის ბიზანტიელები მოუახლოვდნენ მწვანე ჯეჯილით აბიბინებულ მინდორს, რომლის ჩრდილოეთ მხარეზე ლაზები დაბანაკებულიყვნენ. საოცარი და სავსებით მოულოდნელი კატასტროფა სწორედ მაშინ დატრიალდა, როცა ქართველთა ბანაკისაკენ დაოთხილი ბიზანტიელთა მხედრობა მწვანე ველს შემოესია. მინდორი ერთბაშად ჩაინგრა, მიწამში თანთქა მოიერიშე ლაშქარი. თურმე ლაზებს ორმოები ამოუჭრიათ, შიგ შუბები და აკინაკები წვერაღმა ჩაურჭვიათ, ზემოდან ჩელტები გადაუფარებიათ. ჩელტებზე მიწა მოუყრიათ, ზედაც ხორბალი დაუთესიათ. ეს ყველაფერი შემოდგომაზე გაუკეთებიათ მტრის მომლოდინე ლაზებს, ხოლო ახლა გაზაფხულზე ეს იშვიათი სტრატეგია მომუცდარად მოხვდა მიზანში. ბიზანტიელები ორმოებში ცვიოდნენ და აწვართულ შუბებზე ცხენკაციანად ეგებოდნენ. ქართველები ორმოებს გარშემო ურბედნენ და იქიდან ზემოთ მომხოხავ სიკვდილს გადარჩენილ მტრებს მახვილით გმირავდნენ. ერთბაშად გაწყდა კეისრის ლაშქარი. კეისარი მარკიანე მომდევნო წელს სარევანშო ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ 457 წელს იგი გარდაიცვალა. ტახტის ახალი მფლობელი ლეონ პირველი სავსებით დაჩრდილა და დაჯაბნა დიდმა ხელმწიფემ ვახტანგ გორგასალმა. მალე ვახტანგ მეფემს ქართლს შეუერთა ეგრის ლაზიკეც და მთელი პონტოური საქართველოც.